დილამშვიდობის. როდესაც ამა თუ იმ სისტემაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვითვალისწინებთ ამ სისტემის როლს ჩვენი ორგანიზმის განვითარებაში, მდგომარეობასა და ზოგადად ჯანმრთელობაში. რასაკვირველია, სისხლი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემა ჩვენს ორგანიზმში. იგი თხევადია და არაერთხელ გვითქვამს იმის შესახებ, რომ ჭორიკანაა, დღეს ამაზე არ გესაუბრებით. მინდა უბრალოდ შეგახსენოთ, რომ სწორედ სისხლის დამსახურებით ჩვენს უჯრედებში, ქსოვილებში მთლიანად ორგანოებსა და სისტემებში ხდება ჟანგბადი და აუცილებელი საკვები ნივთიერებები. სისხლს გამოაქვს და შესაბამისად სისხლში ხდება უჯრედში წარმოქმნილი ნახშირო ჟანგი და ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტები. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სისხლის მდგომარეობაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სისხლის სიბლანტე. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? რას ნიშნავს სისხლის გათხელება, გათხიერება და სისხლის გასქელება? არის თუ არა ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობა თუ გარკვეულ პრობლემაზე მიგვანიშნებს. საჭიროა თუ არა ამ მდგომარეობის გამოსწორება იმისათვის, რომ ადამიანის ორგანიზმა უკეთ იმუშაოს. ყველა ამ კითხვას ჩვენ პასუხს გავცემთ ხანმოკლე რეკლამის შემდეგ. ვაგრძელებთ საუბარს თემაზე გათხელებული და გასქელებული სისხლი და დღეს ამ თემაზე ჩვენთან სასაუბროდ მობრძანდნენ ჰემატოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი მარინა აბაშიძე და ჰემატოლოგი, საქართველოს თრომბოზის და ჰემოსტაზის საზოგადოების თავმჯდომარე ბატონი ლევან მახალდიანი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. ჩვენ ყოველ პარასკევს კონსილიუმის სამჯავროზე გამოგვაქვს თემა, ანუ რამდენიმე სპეციალისტი ერთად მსჯელობს მაყურებლისათვის საინტერესო თემაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მაყურებელთა იმ ნაწილს, ვისაც აინტერესებს სწორედ კითხვა. არის თუ არა საყურადღებო სისხლის სიბლანტე? თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდა ჩვენი საზოგადოებისათვის. ქალბატონო მარინა, როდესაც ვლაპარაკობთ სისხლის სიბლანტეზე, რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი და მახასიათებელია ეს სისხლის და რას ნიშნავს გათხელება და რას ნიშნავს გასქელება? კი ბატონო. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბევრჯერ გვისაუბრია ამ სტუდიაში, ზოგჯერ სხვა სტუდიიდანაც ამ საკითხზე, მაგრამ ლაპარაკი იყო ძირითადად დაავადებებზე, რომელიც ძირითადი მიზეზი იყო სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ რაღაც გარკვეული ცვლილებები, ან აქეთ, ან იქით, რომელიც იწვევდა ან სისხლდენის პათოლოგიას, ან პირიქით თრომბოზულ პათოლოგიას. დღეს ლაპარაკი არის არა აი ამ დაავადებებზე, როგორც მე მივხვდი, და ის რაც ხალხს ძირითადად აინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის მეცნიერული, ეს არ არის აკადემიური ტერმინი გათხელება და გასქელება, მაგრამ ამის ახსნაც შეიძლება და აბსოლუტურად სწორად შენიშნეთ თქვენ, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში ძალიან ცხელი ზაფხული გვაქვს, ძირითადად 40 გრადუსები არის, მოდის ზღვის სეზონი, როდესაც რა თქმა უნდა ხალხს უყვარს გარუჯვა ზღვის სანაპიროზე. რა ხდება ამ დროს? აი ყველაზე საშიში სწორედ თუნდაც ჯანმრთელი ადამიანებისთვის და თუნდაც ახალგაზრდებისთვის არის აი ამ სისხლის გასქელების მხრივ, როგორც ხალხი ეძახით და როგორც თქვენ გვითხარით, ეს საკმაოდ საშიში მდგომარეობა არის. რა ხდება? სისხლი თხიერი ნაწილი არის ორგანიზმის. პრაქტიკულად მისი უმეტესი ნაწილი არის პლაზმა, რომელიც წყლისგან შედგება და მისი შევსება მუდმივად ხდება ქსოვილოვანი სითხის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია, მზე არის, ამ დაგვარი არის რაღაც სიტუაცია, ხდება აორთქლება კანის მეშვეობით ძირითადად, ორგანიზმს აქვს ამ სითხის ნაკლები რაოდენობა და შესაბამისად სისხლის დარღვევშიც ნაკლები გადადის. აი სწორედ ეს იწვევს ბალანსის დარღვევა, ამ თხიერი ნაწილის შემცირება იწვევს ეგრეთ წოდებულ სისხლის გასქელებას. სხვა შორის არაერთხელ ყოფილა ტელევიზიით ამის გადაცემა და ზაფხულობით ძალიან ხშირად ჯანდაცვის მესვეურები აფრთხილებს ხალხს. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? არავითარი ელემენტარულად მეტი სითხე უნდა მივიღოთ, ვიდრე ჩვეულებრივად ვღებულობდით. განსაკუთრებით ეს ასაკოვნებს შეეხება და გულით დაავადებულებს, რა თქმა უნდა. დიახ, მაყურებელი უკვე გველოდება. დილამშვიდობის გისმენთ. გამარჯობა, ქალბატონო მარინა, მოგესალმებით. უცბად მოგახსენებთ, 38 წლის გოგონას აქვს სასწინელი ჰაერის უკმარისობები. გათხოვილია შვილების დედა. ჰაერის უკმარისობები აქვს და ვერ დაუდგინეს ეგონათ ფარისებრი. არ აღმოჩნდა ფარისებრი, ყველაფერი წესრიგია.
გაუკეთეს თავის დოპლერული სისწრაფების და აღმოჩნდა, რომ ეილიზის წრის წინა ცირკულაციის აუშიო აღინიშნება მომატებული ნაკადის ხაზოვანი სიჩქარეო და ვის უნდა მიუმართოთ? კი ბატონო. თუ შეიძლება, აი მოკლედ რომ მოგვახსენოთ. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. როდესაც ჩნდება საკითხი, რამდენად ადეკვატურად მარაგდება ესე თუ ის ორგანო სისხლით, რამდენად სრულყოფილია სისხლმიმოქცევის სისტემა და მით უმეტეს, როდესაც თქვენ კონკრეტული რეგიონი დაასახელეთ, კონკრეტული ორგანო დაასახელეთ, ხო, თავის ტვინის სისხლმომარაგებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა უნდა დაუსვათ ეს კითხვა ნევროლოგებს და ამის მიხედვით შეფასდეს ის ჩივილები, რომელიც აქვს ცენტრალური წარმოშობისა, უკავშირდება თუ არა საერთოდ იმ გამოკვლევას, რაზეც თქვენ გვიამბეთ, არის თუ არა დამატებითი კვლევები საჭირო და მთლიანობაში შეფასდეს მისი მდგომარეობა. თუ საჭირო ხდება, ასეთ შემთხვევაში ანგიოლოგებიც ჩაერთვებიან, ანუ სისხლძარღვთა სპეციალისტები. მეთანხმებით გეთანხმებით ქალბატონო მარი. მე უნდა დავუბრუნდე სისხლის თემას. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ტერმინებით გათხელებული და გასქელებული სისხლი, ძალიან კარგად შენიშნა ქალბატონმა მარინამ, რომ ექიმები სხვა ტერმინს გამოიყენებდნენ, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში საზოგადოებაში როგორც არის დამკვიდრებული, სწორედ იმ სიტყვებით სარგებლობთ და რაც თავარი ამ ტერმინებს განმარტება ჭირდება ასევე მარტივად, გასაგებად და გათხელებაზე ვილაპარაკოთ ბატონ ლევან. ქალბატონმა მარინამ ცხადია სეზონის რისკები შეგვახსენა, მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სისხლის გათხელებაზე, რა საკვირველია, აქ შეიძლება ფიზიოლოგიურადაც ვისაუბროთ მოვლენებზე და შეიძლება ვისაუბროთ კონკრეტულ პრობლემებზე, სამედიცინო დიაგნოზებზე. რას ნიშნავს სისხლის გათხელება აგვიხსენით და რა შეიძლება ეს უკავშირდებოდეს? სისხლის გათხელება ძირითადად გამოწვეული არის გარკვეული ჯგუფი დაავადებებისგან, რომლებიც მიმდინარეობენ ესეთი სისხლდენი გამოვლინებებით. ხალხში გავრცელებული ტერმინს თუ თქვათ ხალხის მიერ პოპულარულ ენაზე ნათქვამს თუ განმარტავთ, ამ შემთხვევაში ხშირად ეს შეცდომით ინტერპრეტირება არასწორი ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი მაგალითად ამბობს, რომ გავიჭერი ხელი და ზედმეტად დავკარგე სისხლი. ეს რა თქმა უნდა თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ ამ პაციენტს რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს სისხლის შემოქმედებით სისტემაში. თუმცა არის შემთხვევები, სიტუაციები, როდესაც შეიძლება სისხლის ზედმეტად გათხელდეს. ამ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ჩვენ მოსახლეობაში არის არარეგულარული და არა მიზნობრივი სისხლის გამოთხელებელი საშუალებების მიღება. ასე მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტი ასპირინი, რომელსაც იღებს ადამიანი ექიმის დანიშნულების გარეშე. ამანაც შეიძლება მიგვიყვანოს ამ მდგომარეობამდე, როდესაც ადამიანს აქვს ზედმეტად გათხელებული სისხლი, რაც შეიძლება გამოიხატოს ან სისხლშაქცევებში, ან ცხვირიდან სისხლენაში, ან სხვა ესეთ ჩივილებში. და ძნელად შეხორცებოდი ჭრილობა და უბრალოდ ჭრილობი და სისხლდენა შეიძლება ამან გამოიწვიოს. მოდით მაყურებელს ვუპასუხოთ. დილამშვიდობის გისმენთ? დილამშვიდობის. შეკითხვა ასეთია. აი ჩვეულებრივი გემატოგენი, რომელიც აფთიაქებში იყიდება, თუ შეიძლება რომ ნებისმიერმა იყიდოს, მოეხმაროს მოზადმა ან ბავშვმა და რამდენად სისხლისაგებლოვან საფრთხილოა მოსახმარებლად და კიდევ ერთი კალციუმის პრეპარატები თუ მოქმედებს სისხლის შეძედებაზე და ექიმის დანიშნულების გარეშე. უკაცრავად კალციუმის პრეპარატი ახსენეთ, თქვენ კარგად ვერ კალციუმი. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კითხვაა, ჰემატოგენი გავრცელებულია, აი რაც თავი მახსოვს და ძალიან დიდი სტაჟი მაქვს მუშაობის. ჰემატოგენი ყოველთვის იყიდებოდა, ზოგი ექიმი იყენებს, ზოგი არ იყენებს, მართალი რო გითხრათ, აი მე პირადად აი რაღაც განსაკუთრებული დიდი მომხრე და ლობისტი ამ პრეპარატის არა ვარ. გააჩნია რა შემთხვევებში იყენებს და რისთვის იყენებს, აი უბრალოდ ვიყიდოთ პრეპარატი ეს ჰემატოგენზე თითქოს და ნებისმიერ პრეპარატზეც რა თქმა უნდა არ შეიძლება, თუ კი დაგვიკონკრეტებს ჩვენ რესპონდენტი რა შემთხვევებში იყენებს, უფრო ზუსტად ვეტყვით, შეიძლება თუ არა მისი გამოყენება. თუმცა პროფილაქტიკური დატვირთვით საყოველთაო მოხმარებისათვის შეიძლება ასეთი პროდუქტი მიზერში? არა, პროფილაქტიკისთვის არც ერთი წამალი არ შეიძლება გამოიყენოს, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამისი პროფილაქტიკისთვის წამალი
არ უნდა გამოვიყენოს წამალი. ნებისმიერი წამალი არამიზნობრივად გამოყენებული საწამლავია. აქედან გამომდინარე პროფილაქტიკისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. და კალციუმთან დაკავშირებით უნდა ვუპასუხოთ. შეიძლება დავაკავშიროთ რკინა და კალციუმი. ჩვენ ამაზე გვისაუბრია, მაგრამ კალციუმი ერთ-ერთი შემადედებელი ფაქტორია, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამას ბავშვებს აძლევენ, რომელიც ჯანმრთელია და რომელსაც არ აქვს თანდაყოლილი თუ შეძენილი პათოლოგია, რაღაცა ის სისხლდენითი იმით და მას პედიატრი დაუნიშნავს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მისი მიღება. დიახ, რაც შეეხება თვითონ კალციუმს და რკინას, მათ აქვთ თავისებურება ერთდროულად, თუ ლაპარაკობთ პროდუქტებზე, ჩვენ ერთხელ გვისაუბრია, შეწოვასთან დაკავშირებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კალციუმის და რკინის შემცველი პროდუქტების მიღების შემთხვევაში 2 საათიანი ინტერვალი სასურველია დავიცვათ, იმიტომ რომ უკეთ შეარჩიოს ორგანიზმმა რომელი მათგანი რომელ ციკლში ჩასვას. აი ასე არის მარტივად რომ ავხსნათ, აუცილებელია ამ ინტერვალის დაცვა და ჰემატოლოგები, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ხანი მუშაობენ ანემიებზე, მათ აქვთ ასეთი გამოცდილება და ურჩევენ ხოლმე სწორედ მაგალითად ხორცყველი არ მიატანონ. იმისათვის რომ აი ასეთი ანტაგონიზმი ერთმანეთთან დაპირისპირებამ, ანტაგონიზმმა აი ამ დაპირისპირებამ არ იჩინოს თავი. რაც შეეხება კიდევ ერთ მაყურებელს, აი მოდით მოусმინოთ დილამშვიდობის გისმენთ გაითიშა, მაგრამ მე უნდა დაგისვათ კითხვა. ბატონი ლევანი საუბრობდა ჭრილობებთან დაკავშირებით, სისხლდენებთან დაკავშირებით და რამდენად სახიფათოა ხელოვნურად გათხელებული სისხლი. მაგალითად, მედიკამენტს ექიმთან შეუთანხმებლად ვიღებთ ხანგრძლივად, დაასახელა ბატონმა ლევანმა კონკრეტული პრეპარატი და ერთჩვენია დღეს აღმოვაჩენთ, რომ ჩვეულებრივი ბანალური ჭრილობა აღმოჩნდება საოცრად სისხლმდენი. აი ასეთ შემთხვევაში მე მახსენდება კითხვა, რომელიც მაყურებელმა Facebook-ზე მოგწერა და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასეთი კითხვა ბევრი აღმოჩნდა. ბავშვს სისხლდენა აქვს ხშირად ცხვირიდან, ეს არის დაცემის დროს, მექანიკური ზემოქმედების დროს, ხან უმიზეზოდაც. ყელყურცხვირის სპეციალისტმა გამორიცხა ადგილობრივი პათოლოგია, სისხლის საერთო ანალიზი ბავშვს წესრიგში აქვს, სხვას არ წერს მშობელი, სხვა გამოკვლევის შესახებ არ გვაძლევს ინფორმაციას, თუმცა ამბობს, რომ შეიძლება თუ არა აი ასეთი სისხლდენა ორგანიზმში ჯერ კიდევ გამოუვლინებელი და გამოუმჟღავნებელი დაავადების მიმდინარეობის მაჩვენებელი იყოს. დავიწყოთ იქიდან, რომ რადგან სისხლდენა არის, უკვე დარღვევა არის, რაღაცა სისხლდენა არ უნდა იყოს. დასაზუსტებელია პირველ რიგში ორივე ნესტოდანა აქვს სისხლდენა თუ ცალი ნესტოდანა აქვს სისხლდენა, ეს ერთი. შემდეგი დასაზუსტებელია მისი ოჯახის წევრებს, მის ახლო ნათესაებს, ვინმეს თუ აქვს ასეთი სისხლდენები თუ არა აქვს. და ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს მარტო სისხლის საერთო ანალიზი, სადაც თრომბოციტების რაოდენობა ითვლება, არაფერს არ გვაძლევს. საჭირო იქნება უკვე თრომბოციტების ფუნქციის შესწავლა ამ შემთხვევაში და კოაგულოგრამის შესწავლა მთლიანი. თუ ყველაფერი ნორმაში არის ერთი დაავადება, ესეთი ოსლერის დაავადება, როდესაც ყველაფერი ნორმაშია, თითქოს რასაც ჩვენ რაც დღეს არსებობს მსოფლიოში. ეს თვითონ სისხლძარღვის კედლის დაავადება, რომელიც დროთა განმავლობაში, ამიტომ შეიძლება მხოლოდ რკინა დეფიციტური ანემია გამოიწვიოს და სხვა არაფერი. დროთა განმავლობაში თავისით უფრო ორგანიზმის კომპენსატორული მექანიზმები ჩაერთვება ისეთი სიმძაფრით აღარ იქნება როგორც ბავშვობაში, მოძბილობაში ეს ბევრად უფრო მცირდება, მაგრამ მანამდე ყოველ შემთხვევაში გეუბნებით აუცილებელია ანამნეზის დეტალური შესწავლა და გამოკვლევები. კიდევ ერთი მაყურებელი დილამშვიდობის გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ოვარექტომია გისტერექტომიით მაქვს აკეთებული 48 წლის ვარ. ეხლა ვარ ჩანაცვლებით გორმონალურ თერაპიაზე და სულ მიბույდებოდა ხელები მიმართეს და გამინიშნა კარდიომაგნალი, სითხეს ვიღებ 2 ლიტრამდე დღეში, სხვა შეიძლება გავაკეთო, იმიტომ რომ ეს კარდიომაგნალი აშკარად აღშვერის. მადლობთ. კი ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მაყურებლისთვის რომ განმარტოთ ჰისტერექტომი, ანუ საშვილოსნო არის ამოღებული ოპერაციის შედეგად და სწორედ ამიტომ მჭირდება ქალბატონს, ახალგაზრდა ქალბატონია, ჩანაცვლებით თერაპია, ანუ ჰორმონების გარედან შევსება, სასქესო ჰორმონების. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დაბუჟებაზე. ძალიან ხშირ შემთხვევაში მე მინდა ახლა ვისარგებლო შემთხვევით, ერთ კონკრეტულ პრეპარატზე ჩვენ არასოდეს ვსაუბრობთ და საჭიროა თუ არა სხვა პრეპარატის დანიშვნა, ეს უშუალოდ კონსულტაციის დროს უნდა გადაწყდეს ექიმთან ერთად, მაგრამ დაბუჟებასთან დაკავშირებით მე უბრალოდ კიდევ ერთი გავრცელებული მოსაზრება მინდა მაყურებელს გავახსენო, რატომღაც ეს ყველაფერი პროტრომბინის ინდექსს უკავშირდება ხოლმე და რატომღაც ითვლება, რომ ეს ერთი კონკრეტული პრეპარატით შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემა. ბატონო ლევან,
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ, მაგრამ ვთქვათ, დაბუჟება შეიძლება თუ არა ცალსახად მიგვანიშნებდეს, სისხლი გათხელებულია თუ გასქელებულია, არის თუ არა შეფასების კრიტერიუმი ამ შემთხვევაში, სიმპტომი და 1-2 სიტყვით პროტრომბინის ინდექსთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თვითონ კიდურების დაბუჟება არანაირად არ უკავშირდება სისხლის გასქელებას და ეს უბრალოდ ძალიან გავრცელებული სტერეოტიპული აზრია ჩვენს მოსახლეობაში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ის მედიკამენტი, რომელიც გინეკოლოგის მიერ იქნა დანიშნული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მედიკამენტი ამ შემთხვევაში და ხშირად არის, როდესაც თვითონ ეს მედიკამენტი შეიძლება უკავშირდებოდეს სისხლის შესქელებას. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ჩივილი მისი რო ხელები უბუჯდება, არ უკავშირდება იმას, რომ ამ მედიკამენტმა რამე პრობლემა შექმნა. რაც შეეხება პროტრომბინის ინდექსს, და ვერც უშველის ხელების დაბუჟებას ეს პრეპარატი. ვერც უშველის, გამომდინარე იქიდან, რომ მიზეზი არ არის სისხლის შესქელებაში. რაც შეეხება პროტრომბინის ინდექსს, ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენი მოსახლეობისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უკვე ცნობილია ეს ფენომენი და ჩამოყალიბდა ეს სტერეოტიპად მოსახლეობაში და აუცილებლად, როდესაც პაციენტს აღენიშნება 100 და მეტი პროტრომბინის ინდექსი, ხშირ შემთხვევაში ინიშნება სისხლის გამათხელებელი საშუალებები და რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ საუბრის დასაწყისში, ხშირად ესეთი პაციენტი ჰოსპიტალიზირებას საჭიროებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის მედიკამენტი კონკრეტულად, რომელიც წევს პროტრომბინის ინდექსს, ხშირად არასისტემატური მიღება სრულდება სისხლდენებით და სერიოზული პრობლემებით. ამიტომ ამ შემთხვევაში ჯობია რომ პროტრომბინის ინდექსს დიდი მნიშვნელობა ყურადღება არ მიექცეს და უფრო სხვა მითხრა რომ ქალბატონი მარინა ალბათ შეავსებს ამ ინფორმაციას და იტყვის რომ აი ასპირინი, კარდიოასპირინი, რაც გავრცელებული ადამიანის ძირითადად მოქმედებს მაინც ტრომბოციტების აგრეგაციაზე, ტრომბოციტების შეწებების უნარი ერთმანეთთან და კედელთან ხომ მათესია აგრეგაცია. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იმოქმედოს აინერზე, რაც დღეს პროტრომბინის ინდექსი რითიც დღეს პროტრომბინის ინდექსს აღარ ხმარობენ იმდენად, ეს აინერით არის უფრო გატაცული. ამიტომ ყველა შემთხვევაში აი ხალხი მაინც ადამიანის პროტრომბინს იკეთებს. მთლიანი კოაგულობის 13 შემდედებელი ფაქტორია, რომელიც უნდა შევისწავლოთ და თრომბოციტები. სავალდებულოა და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საშუალება ვთქვათ, ამისგან არის ეს დაბუჟება თუ არა. თქვენ ძალიან კარგად იცით, ბევრჯერ ანემიებზე მოგიწყვეთ, იგივე B12 დეფიციტურმა ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს ბოლო კიდურების და ბოლო ფალანგების დაბუჟებები. დიახ, და მით უფრო რომ პროტრომბინის ინდექსი კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, არ არის აბსოლუტური მაჩვენებელი არც ერთი მდგომარეობის და იზოლირებულად არც ერთი პარამეტრის შეფასებით არ შეიძლება შევაფასოთ საერთო მდგომარეობა ჯანმრთელობის. დილამშვიდობის გისმენთ. გისმენთ. ქალბატონო მარი, მოგესალმებით. გამარჯობა. მივესალმებით თქვენ სტუმრებს, ქალბატონ მარინას და ბატონ ლევას. დიახ. მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენ ასეთი გადაცემა გაქვთ და ძალიან ბევრ რამეს გებულობ და ზოგჯერ ეკიპთანაც აღარ ხოლმე მისვლა ისეთი კვალიფიციური და ესეთი კარგი დაჟეთ ენაზე, დილეტანტურ ენაზე ჩვენთვის რო გავიგოთ. ეხლა მოკლედ გეტყვით ჩემს მდგომარეობას. მე 2 თვის განმავლობაში ვსვავდი დღეში 2 აპს ვარფარეს. დიახ. 2 თვის შემდეგ და საუბედუროდ ვერ შევნიშნე, მქონია სასწაულის სისხლდენა 12 გოჯა ნათბავისგან. დიახ. ხოდა ეს ჩემი ექიმებთან საუბრისას მე თვითონ დავასკვენი, რომ ეს არის ვარფარის ბრალი, რამე თუ მე არასოდეს არ მქონია კუჭის ტკივილი, ნათბავების პრობლემა არავით არის ერთხელ მაინც ცხოვრებაში. და ეს ახლა ის რომ დამემართა დაადგინეს, რომ ეს არის 12 გოჯა ნათბავზე, მოხდი რესპუბლიკის საავადმყოფოში დასწრაფოდ გამიკეთეს ოპერაცია ენდოსკოპიით, მოდვით. დიახ. და იმის შემდეგ ეს მეუბნება კარდიოლოგი, რომ მაინც უნდა მიიღო ეს გამლები. რა თქმა უნდა, უკვე ვეღარ ასპირინს ვენდობი, ვეღარც იმას და დამინიშნეს ასეთი სარელეთო, თუ სწორედ ვამბობ. დიახ. ხოდა ის უნდა მიიღო დღეში ერთი წალი აუცილებელია. მაგრამ უკვე ამაზეც შეშინებული ვარ. ნუ თუ არ არსებობს რაღაც პრობლემები საშუალებები ეს გასაგებია. აი აენერი მეუბნებია რომ უნდა იყოს ჯენი აუცილებლად 2-დან 3-მდე.
გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მე დავიწყებ თავიდან. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენი გადაცემის მოსმენის შემდეგ თქვენ ზოგჯერ უარს ამბობთ ექიმთან კონსულტაციაზე. მოდით სხვაგვარად მოვიქცეთ. ჩვენი გადაცემის მოსმენის შემდეგ ზუსტად აირჩიეთ მიმართულება და აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, მით უფრო რომ აქ უნდა ვივარაუდოთ შესაძლოა გულსისხლძარღვთა სისტემის გარკვეული პათოლოგიის გამო აუცილებელია ამ ჯგუფის პრეპარატების მოხმარება. როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი? როგორ უნდა მოიქცეს? ძალიან რთული სიტუაცია არის, მართლა ექიმისთვის უფრო რთულია ვიდრე პაციენტისთვის, მართლა გითხრათ, იმიტომ რომ როგორც მიხვდით, სავალდებულოა გულსისხლძარღვთა პათოლოგიისთვის და ვარფარინი, როგორც ის იყო ნებისმიერი ანტიკოაგულანტი, ანუ შედეგების საწინააღმდეგო. შედეგების საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სიფრთხილეს და კონტროლს მოითხოვს. კონტროლი არა მარტო შემდედებელი სისტემის მხრივ, არამედ ამ კუშნას დავიწყვნან, რომლიდანაც შეიძლება სისხლდენა გამოწვეული იყოს. თუ კი კარდიოლოგი თulis ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემ თავს უფლებას მივცემ თქვა შეიძლება არ ნოთქვა მაგრამ თუ კი კარდიოლოგი თulis სავალდებულოდ რა თქმა უნდა ანტიკოაგულანტი უნდა დაენიშნოს და მიიღოს მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილით კონტროლით კუჭის დამცავი თერაპიით სხვა გზა არ არის უნდა შეფასდეს რისკი რომელი უფრო სასიშია მიიღოს თუ არ მიიღოს და ამას ყოველთვის სპეციალისტი შეგვიფასებს დიახ როდესაც ჩვენ ლაპარაკობდით შედეგებაზე, თუმცა ამ კითხვას უნდა დავუბრუნდეთ მოგვიანებით, იმიტომ რომ მაყურებელი გვევლდება დილამშვიდობის გისმენთ. დილამშვიდობის, კაპიტანო მარი. გამარჯვებით დიდი პატივისცემით. კაპიტანო მარი, მე ვარ ძალიან მრავალმხრივი ავადმყოფი და ხშირად მიწევს ხოლმე თქვენთან სხვადასხვა თემებზე ეთეთი შემოსვლა. კი ბატონო. დიდი მადლობა რომ ესეთი გულისხმერებით მე ეპყრობით ჩემს ყოველ კითხვას. ეხლა რა შეასაქმე? მე არაერთხელ მაქვს ადრეს მაქვს თქვენთვის ნათქვამი, რომ მე ვარ ორჯერ გულის ოპერაციები. ესე იგი პირველი ოპერაცია იყო პლასტიკა, მიტრალური სარკმლის რომელიც უშედეგოდ დამთავრდა, შემდეგ კიდევ მქონდა გაუარესებელი და შემდეგი ოპერაცია უკვე გაკეთდა მიტრალური სარკმლის პროტეზირება. უცხოელმა გამიკეთა და სხვა შორის ჩემმა პროფესორმა მითხრა რომ თქვენ თუ აკურატულად არ მიიღებთ ვარფარინს ჯობია რომ არ გაიგეთოთ ეს ოპერაცია. აი პირდაპირ თავიდანვე გამოხელა. და მართლაც ესე იგი ვარფარი დამოკიდებული აიმერის კონტროლით და ძალიან აკურატულად მართლა ზედმიწევნით ძალიან ისე ვაკეთებ ამ ყველაფერს. ხან არის შემთხვევა რომ შეიძლება თვეში სამჯერად მომიწიოს მისვლა, იმიტომ რომ როდესაც სისხლი განხელდება, ის დროზე თუ არის კენი, წავა და გაცხელდება უფრო მეტად. ხო, აი იცით რა მაინტერესებს? აი რა უფრო საშიშია გაცხელებული სისხლი ჩემ შემთხვევაში თუ გაცხელებული, აი როგორც ხელოვნური საფრთხიდან გამომდინარე. დიდი მადლობა. მე ვიცი რომ დონე როგორც უნდა იყოს 2.5-დან 3-მდე, 3.5-მდე, ასეთი და ვიცავ ამ შუალედს და ის მაგრამ ამას წინათ მე ყურიდან სისხლი მომსკდა და 4-მდე მქონდა აინერი. გასაგები აქვს, მადლობთ. ყურიდან სისხლდენა, რომელიც ქალბატონმა აღნიშნა და ის ყველაფერი რა ჩვენ მოვისმინეთ. სრულად ლოგიკურია კითხვა, რა უფრო საშიშია, თუმცა ნაწილობრივ ამ კითხვას ქალბატონმა მარინა მოპასუხა, როდესაც საპირძონე ერთად საშიშია ნამდვილად, მაგრამ ქალბატონს მინდა დიდი მადლობა უთხრა მხოლოდ იმისთვის, აი მხოლოდ იმისთვის, რომ ასეთი ყურადღებიანი პაციენტია, რომელიც თავისთავად ყურადღებას აქცევს და თვითონ ამბობს, რომ ძალიან ხშირ კონტროლს ვატარებ. ერთადერთი გამოსავალი აქ არის ამ კონტროლის ჩატარება, იმიტომ რომ იმის განსაზღვრა რომელი უფრო საშიშია, ორივე ერთნაირად საშიში. მე უნდა გადავიდე იმ პროდუქტებზე, რომელიც აქ არის მოთავსებული. ბატონო, თქვენგან დავიწყებ. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ სისხლის გათხელებას ან გასქელებას შეიძლება კონკრეტული პროდუქტები უწყობდეს ხელს ან პირიქით აფერხებდეს. თუმცა ყოველთვის წარმოდგენა რეალობას არ ემთხვევა. ამიტომ მოდით გავარკვიოთ იმ კითხვათა შორის, რომელიც ჩვენთან არის შემოსული, რომელი შეესაბამება რეალობას და რომელი არის გადაჭარბებული წარმოდგენის ნაყოფი. საზოგადოება swams კითხვას, ტკბილის მოყვარულები არიან თუ არა მაღალი რისკის ქვეშ, რომ სისხლი ჰქონდეთ გასქელებული. სწორედ ასე დაგვისვა მაყურებელმა კითხვა, მიყვარს დიდი რაოდენობით ტკბილი და ეს არ არის ერთი მაყურებლის კითხვა. და ეს გამოიწვევს თუ არა სისხლის გასქელებას. ზოგიერთ შემთხვევაში მათ ასეთი ინფორმაცია უკვე აქვს. ანუ მაშინებენ რომ ეს იწვევს სისხლის გასქელებას. არის მეორე კითხვა
უпростоრად მეორე ჯგუფი კითხვები, სადაც ლაპარაკია მარილზე, რომ თუ მარილი იწევს სითხის შეკავებას, ეს ნიშნავს თუ არა, რომ მარილის მომხმარებლებს, ჭარბად მით უფრო მარილის მომხმარებლებს, სისხლი ექნებათ გათხელებული, ანუ უფრო წყლიანი, როგორც წარმოუდგენია მაყურებელს. მოდით ეს განმარტოთ და შემდეგ უკვე დანარჩენ პროდუქტებს შევეხოთ. რაც შეეხება შაქარს და ტკბილეულს, რა თქმა უნდა, როგორც პირდაპირ ესე მას არ შეუძლია სისხლის გაასქელოს, ან თუნდაც გაათხელოს და რამე პრობლემა შეუქმნას ორგანიზმს. ამიტომ ანუ აკრძალვა ესე ტკბილეულის, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, მხოლოდ ამ მოტივით, რომ სისხლი გამისქლდება ან გამითხლდება, ესეთი თქვათ ჩვენება ესეთი არ არსებობს. რაც სხვა თავისი ცოდვებიც ეყოფა შაქარს, ხო? სხვა მიმართულებით შეიძლება შეწყვიტო გარკვეული ჩვენებების დროს. რაც შეეხება მარილის და იმ მოსაზრებას, რომ მარილის მიღების, ჭარბი მიღების შემთხვევაში მე დიდი რაოდენობით სითხეს მივიღებ და ეს რაღაც სარგებელს მომიტანს, რა თქმა უნდა ეს მცდარია და არავითარ შემთხვევაში იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით სითხის მიღება მოხდეს ან სისხლი გათხელდეს, მარილის მოხმარება ამისთვის არ არის რეკომენდირებული ჭარბი რაოდენობით. მით უმეტეს რომ მიღებული წყალი სულაც არ გროვდება სისხლში, რეალურად ხშირ შემთხვევაში ეს უჯრედის გადატვირთვის მიზეზი ხდება. და გამოიწვიოს ცხადია შეშუპება. განსაკუთრებით კარდიოვასკულარული დაავადებების მქონე პაციენტები. ერთი მაყურებელი და შემდეგ დაუბრუნდებით პროდუქტებს. დილამშვიდობის გისმენთ. გამარჯობა ბატონო მარი, მაინტერესებს ეს გამათხელებელი პრეპარატები. დღის რომელ მონაკვეთში არის სასურველი მიღება, დილით თუ ზოგი ძახის თქვა ძილის წინ? კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა აუცილებლად. როდესაც თქვენ იღებთ ექიმისგან დანიშნულება გულისხმობს არა მარტო კონკრეტული პრეპარატის დასახელებას, არამედ ზუსტ განრიგს და თუ საჭიროა კავშირს კვებასთან, ძილთან და ასე შემდეგ. ანუ რეჟიმული გადანაწილების შესაბამისად ეს არის დანიშნულება. და თუ ასეთი ინფორმაცია არ გაქვთ, ან არასათანადოდ ჩაინიშნეთ, ან თქვათ თვითონ გადაწყვეტეთ ასეთი ტიპის პრეპარატის მოხმარება, ამას შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას. აბსოლუტურად გეთანხმებით. კატეგორიულად არ შეიძლება სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. არ შეიძლება პროფილაქტიკისთვის, მას აქვს კონკრეტული მიზანი, კონკრეტული დანიშნულება. და ეს დილას საღამოს ეს ვინ უნდა გადაწყვეტოს? როგორც ექიმმა დაუნიშნა. და ამ საკითხში ყველა შემთხვევაში როგორც ექიმმა დანიშნა ისე უნდა მიიღოს. დავამატებთ შეიძლება კონკრეტულად ასპირინთან, ანუ ამ ანტიაგრეგანტებთან დაკავშირებით არის რეკომენდაციები, რომ უმჯობესია დღის მეორე ნახევარში, ანუ საღამოს მიიღოს მე პაციენტმა, გამომდინარე იქიდან, რომ კარდიოვასკულარული გართულებები, კონკრეტულად კი იშემიური, ანუ ინფარქტსა და ინსულტზე მოხდა საუბარი, იშემიური ინსულტზე უფრო დილის საათებში ვითარდება. შესაბამისად, თუ პაციენტი დღის მეორე საღამოს საათებში მიიღებს, უფრო კარგად მოხდება ამის პრევენცია. თუმცა ეს უნდა გადაწყდეს, აი ეს ყველაფერი აუცილებლად ექიმის და პაციენტის ამიტომ არის ექიმი უნიშნავს 24 საათში ერთხელ, 12 საათში ერთხელ, 8 საათში ერთხელ, 6 საათში ერთხელ, რა ინტერვალით იყოს და რა რეჟიმით. ეს ყველა პრეპარატს და რა თქმა უნდა ვეთანხმები ასპირინს. დიახ. და გასათვალისწინებელია ამ შემთხვევაში ბატონი ლევანის მოსაზრება, იმიტომ რომ ის რისკები, რომელიც გამთენიისას დგება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, მოითხოვს ორგანიზმის შემზადებას და ესეც გასათვალისწინებელია. მე დაუბრუნდები იმ კითხვებს, რომელიც მაყურებელს ჰქონდა. ცხიმიანი პროდუქტებით დატვირთვა შეიძლება აღმოჩნდეს თუ არა სისხლის გასქელების ან გათხელების მიზეზი. და შემდეგ უკვე გავრცელებული პროდუქტები, რომელიც ასევე საყურადღებოა ამ თვალსაზრისით. მოდით ცხიმზე გითხარით, ხალბატონო მარი. კონკრეტულად ცხიმიანი პროდუქტი სისხლის არც გათხელებას იწვევს, არც გასქელებას. ცხიმიან პროდუქტს აქვს თავისი უარყოფითი ნიშნები, რომლის გამოც უნდა შეზღუდოს ალბათ ადამიანმა. მაგრამ კონკრეტულად სისხლის გათხელებაზე და გასქელებაზე ნამდვილად აი ესეთი დიახ, თუმცა შეიძლება სისხლზე არღვი დააზიანოს, შეაფერხოს სისხლის მოქმედება. ეს უკვე სხვა მხრივ მოქმედებს, რომ იწვევს ორგანიზმში ზედმეტი სიმსუქნეს, ზედმეტი ცხიმის დაგროვებას, რაც სისხლის ძარღვების კედლის დაზიანებას, იმითი რომ ათერომული კვანძები ჩნდება და ბევრი სხვა უარყოფითი აქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხა კონკრეტულად სისხლის შედედებაზე არ მოქმედებს. პროდუქტები, რომელიც საზოგადოებაში მიღებულია როგორც სისხლის გამათხელებელი, ბუნებრივი, ლიმონი, ტყემალი ან ალუჩა და სხვათა შორის მაყურებელმა მოგწერა აგრეთვე კომშის ფოთლების შესახებაც.
კომუშის ფოთლების ნაყენის შესახებ. ანუ ეს საშუალებები საზოგადოებაში 10 წელეულების მანძილზე დამკვიდრებულია როგორც ბუნებრივი სისხლის გამათხელებელი. შეესაბამება თუ არა? შესაბამება, დიახ, ლიმონი შეიცავს ციტრატს, კი ბატონო, და ის შესაძლებელი არის სისხლის გამათხელებლად ჩავთვალოთ, მაგრამ ძალიან სუსტი ნაზი მოქმედების გამო ეს არ არის ესეთი კონცენტრაცია წამს, როგორც წამალს ვაზრებთ. თუ კი სერიოზული პრობლემა არის, არ უნდა მივიღოთ. ლიმონი არის ის პროდუქტი, რომელიც აუცილებელია და ძალიან სასურველი არის, რომ ყველა ადამიანმა მიიღოს ზომიერად, მაგრამ არა იმისთვის, რომ ის სისხლი გაითხელოს ამითი განსაკუთრებით და ეს. მე მაგალითად ბევრად უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი ნუტრიციოლოგი ბრძანდებით, მაგრამ და ამასთან დაკავშირებით ეს პროდუქტები როგორ არის მოყვანილი რა ნიადაგში, არის თუ არა იქ შხამქიმიკატები გამოყენებული და აი შხამქიმიკატები, რომელიც ბევრად უფრო ცუდ გავლენას ახდენენ და მე შემიძლია ერთი კონკრეტული ის გესხათ დარიშხანი, რომელიც კონკრეტულად იწვევს სისხლის გათხელებას, რამხელა ინდექსის დაქვეითებას იწვევს. დარიშხანი შეიძლება ჩვეულებრივ ცხოვრებაში მოხდეს ყოველგვარი კრიმინალის და იმის გარეშე რომ არავინ არავის არ კლავს. თუმცა ეგეთი შემთხვევებიც ყოფილა. რა თქმა უნდა, მაგრამ იქ არის ან რაიონში ცხოვრობს, ან თაგვები ყავს, ან რაღაცისთვის იყენებს, ასე რომ მაინც ყურადღება მისაქცევი არის ეს საქმე ძალიან. იმისათვის რომ ჩვენ ასეთ შემთხვევაში გავითვალისწინოთ რომ შემთხვევით საკვებში მოხვედრილი ეს პროდუქტი შეიძლება აღმოჩნდეს საბედისწერო. ბატონ ლევან, გვაქვს კიდევ რამე რესურსი ნუტრიციული თვალსაზრისით, ხომ ეს ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე. შესაძლებელია საზოგადოებაში გავრცელებული აზრის მიუხედავად კვებით, ცხოვრების წესით, სისხლის სიბლანტე მართოთ, გათხელებულია, გასქელებულია სისხლი, იგივე სითხის მოხმარების, წყლის მოხმარების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ქალბატონმა მარინამ საიდანაც დაიწყო მინდა რაკი ჩვენ საუბარი დასასრულისკენ მიდის შევაჯამოთ ერთგვარად, იმიტომ რომ ჩვენ ზაფხულისთვის ვემზადებით და შესაბამისად წყლის სმის კულტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურა და რამდენად გასათვალისწინებელია ეს. რა თქმა უნდა, თვითონ სითხის სათანადო მოხმარება მნიშვნელოვანი ფაქტორია და თქვათ ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან პრობლემატური საკითხია, იმიტომ რომ ფაქტიურად მინიმალური რაოდენობით იღებს ჩვენი მოსახლეობა ამ სითხეს დაახლოებით ლიტრ-ნახევარი უნდა მიიღოს დღის განმავლობაში. განსაკუთრებით ეს აქტუალური ხდება ზაფხულის პერიოდში, როდესაც დიდი რაოდენობით იკარგება სითხე და ამ არსებული პროდუქტებიდან რა თქმა უნდა, ხა მხოლოდ ლიმინის ჭამა საქმეს ვერ უშველის. ხშირ შემთხვევაში იმდენ ლიმონს იხმარს პაციენტი, რომ წყლოვანი დაავადებაც კი უვითარდება. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება დიდი რაოდენობით მიიღონ სითხე. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ თქვათ კარდიოლოგიური პრობლემის მქონე ადამიანმა თქვათ 2 ლიტრის სითხე მიიღოს. აქ არის გარკვეული ექიმის მიერ უნდა იყოს ეს გათვლილი, თუ რამდენი უნდა მოხდეს მიღება დღის მანძილზე. შეიძლება დავამატო, შეეშინდება მოსახლეობას ლიტր-ნახევარი და 2 ლიტრის სითხე არ ნიშნავს, რომ 2 ლიტრი ბოთლი უნდა დავიდგათ და დავლიოთ. სითხე რატომ თქვა, რომ ექიმის მიერ უნდა იყოს გათვლილი? სითხე იგულისხმება, აი ის სითხე მთლიანი რაოდენობა, რომელიც ყველანაირ საკვებში შედის, ის სუპეული იქნება, ჩაი, ყავა, თუ აი მთელი ხილში, ბოსტნეულში, ყველა საკვებში რომელშიც არის, აი ეს მთლიან სითხეს გულისხმობს და გაძლიერებულად უნდა ზაფხულის ცხელთოებში აი ამ სიცხის გამო და განსაკუთრებით მოგზაურებისთვის, რომელიც დიდხანს ჯდომა, რომელსაც მოუწევს დიდხანს ჯდომა. მგზავრობის დროს იქნება ეს ავტომობილით მგზავრობა თუ განსაკუთრებით თვითმფრინავით და ავტომობილით დიდხანს, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო კონსილიუმი გამოგვივიდა, მაყურებლისათვის პრაქტიკული. მაყურებელს შევახსენებ, დღეს კონსილიუმის სამსჯავროზე გამოტანილი ჰქონდა თქვენი თხოვნით თემა გათხელებული და გასქელებული სისხლი და ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენთან მობრძანდნენ ჰემატოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი მარინა აბაშიძე და ჰემატოლოგი, ჰემოსტაზის და თრომბოზის საზოგადოების თავმჯდომარე ბატონი ლევან მახალდიანი. ხანმოკლე რეკლამის შემდეგ შევაჯამებ დღევანდელ საუბარს. დაბრუნდით ეთერში, რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი კონსილიუმი, როგორც გახსოვთ, თქვენი თხოვნით საუბრობდით თემაზე გათხელებული და გასქელებული სისხლის. შევთანხმდით, რომ შეიძლება ამ პროცესის მართვა ჩვენი ცხოვრების წესით, სხვადასხვა საკვები ნივთიერების სწორად გამოყენებით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემები დაკავშირებულია
დაავადებასთან დაკავშირებულია ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მაშინ მისი კონტროლი თვითნებურად დაუშვებელია. აუცილებელია ყველა ნაბიჯი გადავდგათ ექიმთან შეთანხმებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისხლის გასათხელებლად ან გასასქელებლად ვიყენებთ ამა თუ იმ მედიკამენტს. კიდევ ერთი საკითხი, ჩვენ ვერ მოვასწარით კითხვა მაყურებლის კითხვაზე გაგვეცა პასუხი. ეს კითხვა უკავშირდებოდა ხშირ ტრამვებს, უფრო სწორად, მაგალითად დაჯახებისას, ამა თუ იმ სხეულთან შეხებისას, ხშირად სისხლჩაქცევების წარმოქმნა სხეულზე. შეიძლება იყოს თუ არა დაკავშირებული გათხელებულ ან გასქელებულ სისხლთან. მოდით განვაზოგადოთ და ვთქვათ, თუ სხეულზე ხშირად ჩნდება სისხლჩაქცევები. ზოგიერთ შემთხვევაში ახსნადი გეჩვენებათ ეს ყველაფერი, ან ზოგიერთ შემთხვევაში გეჩვენებათ, რომ ვერაფერს უკავშირებთ. არ არის საკმარისი, როგორც ეს მაყურებელმა გვითხრა, მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზის შეფასება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სისხლის შედედების სისტემის შესწავლა, კოაგულოგრამის გაკეთება. თუ ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ორგანიზმი ჯანმრთელია, მაშინ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სისხლძარღვების სპეციალისტთან, ანგიოლოგთან, იმიტომ რომ შეიძლება ასეთი ტიპის სისხლჩაქცევები დაკავშირებული იყოს არა სისხლთან, არამედ სისხლძარღვის კედლის პრობლემასთან. ანუ ჭურჭელი იყოს არასათანადოდ მდგრადი, იმისათვის რომ მისი შიგთავსი არ გადმოიღვაროს, მარტივად რომ ვთქვათ. და ამისათვის საუკეთესო საშუალება თუ კვებაზე ვისაუბრებთ, გახლავთ C ვიტამინი. C ვიტამინი ძალიან ეხმარება სისხლძარღვებს იმისათვის რომ შეინარჩუნონ საკუთარი კედლების სიმტკიცე. და ჩვენ სეზონურად პრაქტიკულად ყველა პროდუქტი შეიძლება ამ კუთხით გამოვიყენოთ. გავრცელებული მოსაზრება რომ მხოლოდ ციტრუსი, ასკილი ან მაგალითად რომელიმე სხვა პროდუქტი შეიძლება იყოს მხოლოდ C ვიტამინის წყარო, არა. C ვიტამინი მეტნაკლები რაოდენობით არის პრაქტიკულად ყველა ხილსა და ბოსტნეულში. აქ არის მთელი თაიგური ამ პროდუქტების, მათ შორის სეზონური პროდუქტებიდან ლიმონი, ჯერ კიდევ არის ციტრუსები, არის ალუჩა, ტყემალი, არის უკვე მწარე წიწაკა, რომელიც სეზონურად იქნება, მწვანე ხახვი, რომელიც ძალიან მდიდარია C ვიტამინით. ჯერ კიდევ არის ვაშლი, ძველი ვაშლი, მართალია ის ნაკლებად შეიცავს უკვე C ვიტამინს, რომელიც ნაკლებად მდგრადია გარემო ფაქტორების მიმართ, მაგრამ თუ მივაშველებთ ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის კიტრი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ზოგადად ყველა სეზონური პროდუქტი იქნება ჩართული თქვენს რაციონში, მაშინ შევსება იქნება საკმარისი. საგანგებოდ უნდა გითხრათ შედედების ფაქტორებიდან ისეთ ფაქტორზე, როგორიც გახლავთ K ვიტამინი. K ვიტამინი არის მცენარეულ ცხოველურ წარმოშობის, ზოგიერთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტშიც და K ვიტამინი წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმშიც, კერძოდ ნაწლავების ბაქტერიების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ცოდნა K ვიტამინის შესახებ. ის არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, ამიტომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ნაღლის ბუშთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემები, მაგალითად ნაღლ-კენჭოვანი დაავადება, მაგალითად ჰეპატიტი და ასე შემდეგ. ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული პრობლემა და შესაბამისად დაზარალდა ამ ბაქტერიების არსებობა. თუ ჩვენ ხანგრძლივად ვიტარებდით ანტიბიოტიკებით მკურნალობას, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება K ვიტამინის მიმართ. K ვიტამინის დატვირთვა ცუდია, იმიტომ რომ შეიძლება გავასქელოთ ხელოვნურად სისხლი, მაგრამ მისი ნაკლებობაც სახიფათოა, იმიტომ რომ მან შეიძლება შედედების შეფერხება გამოიწვიოს. K ვიტამინის საუკეთესო წყაროები გახლავთ სალათის ფურცელი, კომბოსტო, აგრეთვე ისპანახი. ძალიან მნიშვნელოვანი წყარო გახლავთ რძე და კვერცხი, მაგრამ გავითვალისწინოთ ერთი რამ. თუ თქვენ გაქვთ პურინების ცვლის დარღვევა, თუ თქვენ გაქვთ პოდაგრა, ასეთ შემთხვევაში სალათის ფურცელი, ისპანახი დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ და მაქსიმალურად გააკონტროლოთ, როგორც ერთი ფაქტორი, ისე მეორე ფაქტორი. მე მგონი ძირითადი კითხვები მე ამოვწურე. ეს იყო ჩემი დღევანდელი სათქმელი. დილამშვიდობის ქალბატონებო, როგორ ბრძანდებით? კარგად, ვცდილობთ რომ ვიყოთ კარგად. ჩვენი სისხლი ხან უფრო გასქელებული, ხან უფრო გათხელებული, მაგრამ კარგად მიედინებოდა დღეს ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ჩვენი კონსილიუმის მსვლელობისას. თქვენ როგორ ხართ? ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე დღეს, ესე იგი, მობილიზებულები, ასე ვთქვათ, ეს არის როგორ მოქმედებს უარყოფითი ინფორმაცია ადამიანზე და რატომ არის მიდრეკილი ადამიანი
უფრო თქვათ უარყოფითი ინფორმაციის მიღების, აღქმის ფანტაზია უფრო უღვივდება თუ რა შეასაქმე. შეიძლება სისხლის გასქელებასთანაც იყოს რაღაც კავშირში ეს ყველაფერი არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ აი ამაზე ვილაპარაკებთ. მე მგონი ძალიან საინტერესო თემაა. ძალიან საინტერესო თემაა, მით უფრო რომ თანამედროვე საზოგადოება მიუხედავად ეთნიკური და კულტუროლოგიური კუთვნილებისა არის სწორედ ინფორმაციული ნაკადის ხვეპლი და არის ცნებაც. სხვათა შორის გასულ საუკუნეში ქართველმა მეცნიერმა, ქართველმა ექიმმა, პროფესორმა მიხეილ ხანანაშვილმა შემოიტანა ტერმინი ინფორმაციული სტრესი, ანუ ინფორმაციული ნევროზი, რომლის წინაშეც კაცობრიობა აუცილებლად დადგებაო და მართლაც ასეა. ანუ სამი ფაქტორი უნდა იყოს: დიდი რაოდენობით ინფორმაცია, ცოტა დრო და მაღალი мотиваცია. ანუ ძალიან უნდა გჭირდებოდეს ეს ინფორმაცია. ანუ ლოგიკურად ყველა ჩვენგანი არის აი ამგვარი სტრესის ქვეშ. სხვათა შორის აი გიждები, მაგრამ რამდენჯერ ქონია ესეთი შემთხვევა, რომ აი ქართულ მეცნიერებაზე როდესაც საუბარი და რაღაც აი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების, თქვათ, წინასწარმეტყველებას როცა ახდენდნენ, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა იმ ინფორმაციის ბრალია, რომელიც მათ უხვად ჰქონდათ დაგროვილი და შესაბამისად გაანალიზება და რაღაც დაახლოებით სამომავლო შედეგების განსაზღვრა ამ შემთხვევაში არ არის რთული. და აი გიждები, იცი, აი რამდენი იგივე თეოფანე დავითაია, რომელიც თქვათ ნიადაგის გამოფიტვას წინასწარმეტყველებდა და რა უნდა ყოფილიყო პრევენციისთვის მიღებული ეს როდინდელი გაფრთხილებებია და რა თქმა უნდა ადამიანებმა ყურად უნდა იღონ რომ ეს ყველაფერი შეიძლება დადგეს ეს რეალობა და ამ რეალობის წინაშე ჩვენ აღმოჩნდეთ მით უმეტეს კომპიუტერი და ინტერნეტი ეს არის პირველი ინფორმაციის ისეთი წყარო რომელიც არის წამებში უკვე შენთვის ისეთი ხელმისაწვდომი. ამიტომ ძალიან საფიქრალია როგორ უნდა გადავარჩიოთ ეს ინფორმაცია. მე არც ვიცი სიმართლე რომ გითხრა, როგორ დავზოგოთ ჩვენი შთამომავლობა, ვთქვათ ასეთი სწრაფი და მძიმე ინფორმაციისგან ხშირ შემთხვევაში. და პირიქით არ ამოვეფაროთ იმ საშინელ სიტყვას, რასაც ქვია რეიტინგი. მე ეჭვი მაქვს რომ სწორედ ამ უკითხვებს გასცემთ თქვენ პასუხს დღევანდელი ჩვენი სტუმრები ალბათ მე ძალიან მაინტერესებს სიმართლე გითხრათ ამ კითხვებზე პასუხი, ამიტომ მაყურებელთან ერთად დაველოდები თქვენს გადაცემას, რაც შეეხება ჩემს თემატიკას, ორშაბათს შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს და ტრადიციულად ორშაბათს მოვისმენთ ჩვენი თანამემამულის პოზიციას ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ვუმასპინძლებს სტუმარს სტუდიაში თემაზე როგორ შეგვიძლია ტკივილის მართვა ონკოლოგიურ პაციენტებში. ნახვამდის დღესდღეობას გისურვებთ.